Iușenis კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია იმართება მთავრობის ადმინისტრაციასთან, ითხოვენ კონკრეტული მედიკამენტების შემოტანას და დაფინანსებას. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიურად გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. პარალელურად გროვდება ხელმოწერები პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაც მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და დაფინანსება. ჩვენ ვივიღეთ უპრეცედენტო მხარდაჭერა საზოგადოებისგან, რომელიც აქამდე იყო მორალური და ადამიანური და ეხლა გახდა ფინანსური მხარდაჭერაც და შეგროვდა უპრეცედენტო რაოდენობის თანხა ჩვენი ბავშვების მხარდასაჭერად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს თანხა ჩვენი ბავშვების საჭიროებებს ნამდვილად ჭირდება, თუნდაც რომ წამას თავი დავანებოთ და მეორეც, ჩვენ ფული არ მოგრჩება გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო წამას არ გვაძლევს და შეიძლება ჩვენ დავიწყოთ თვითონ წამლის ფულის შეგროვება. ჩვენ ისე ვითხოვთ წამლებს მულტიდისციპლინარი გუნდი შეიქმნა, მაგრამ ჯერ 18+-ი ცოტა გაურკვევლობაში ვართ, ისე ვითხოვთ ისევე და ისევ წამლებს. 4 სახეობის წამალია და ყველა ბავშვს სხვადასხვანაირი ინიშნება და ეს აუცილებლად ექიმთან გუნდმა უნდა გადაწყვეტოს. რატო ხარ უნდა ეს წამლები ბევრი წერს, რომ არ ვარგა, მაგრამ რო ვარგა და რო ვინც იყენებს, რომ იმის შედეგი არის ეს, მაშინ რა ვთქვა.